გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მოვამზადე რეცეპტი, რომელიც ალბათ უფრო მამაკაცებისთვის საინტერესო იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოამზადებს. თავარია სიყვარულით იყოს გაკეთებული. ჩვენს ოჯახში ამ კერძს ჩემი მეუღლე ამზადებს. ასე გვახარებს კვირადილას ხოლმე, ჩვენ თვითონ ვეხვეწებით ხოლმე რომ გაგვიკეთოს. ძალიან გემრიელია ეს. მოდით მე და ჩემი მეუღლე ერთად გაჩვენებთ, როგორ მოვამზადოთ ეს უგემრიელესი შაქშუკა. შაქშუკისთვის დაგჭირდება ხახვი, პომიდორი, წითელი ბულგარული წიწაკა, მწვანე ბულგარული წიწაკა, კამასოკო, შამპინიონი, ნიორი, ძირა დაფქვილი, ტომატის პასტა, კვერცხი და სურვილისამებრ ბოლოს წვრილად დაჭრილი კამა ზემოდან მოსაყრელად. მომზადება. ხავს ვჭრით პატარა კუბიკებად და ვასხამთ ზეთს ტაფაზე. ჩვენ ვიყენებთ ზეითუნის ზეთს. ავანთოთ ქურა და ხავს ვშუშავთ კარგად, სანამ ოქროსფერი გახდება. შუა პროცესში ვამატებთ ნიორს. სანამ ხახვი შუშდება, მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა. ამოვიღოთ გულები და თესლები. გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. ასევე ვჭრით მწვანე წიწაკას, ზუსტად ისე როგორც წითელს. ასევე ვრეცხავთ და ვჭრით კამასოკოს. როცა ხახვი უკვე ოქროსფერია, ვამატებთ ბულგარულს და შამპინიონებს, ყველაფერს კარგად ვურევთ და ვტოვებთ კიდევ დაახლოებით 5 წუთით. იმ დროს ვჭრით პომიდორებს. კუბიკებად და ვამატებთ ტაფაზე, სადაც უკვე ჩაიშუშა ბოსტნეული. კარგად ავურიოთ და დავტოვოთ კიდევ რამდენიმე წუთით. ვამატებთ ტომატის პასტას. წყალში ნუ გახსნით არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ავურიოთ ბოსტნეულიდან გამოსულ წვენში. კარგად ავურიოთ. ვაყრით დაფქვილ ძირას, ავურიოთ კიდევ ერთხელ, დავტოვოთ 2 წუთი და მერე დავამატოთ მარილი და ისევ ავურიოთ. ახლა ფრთხილად ჩავამატოთ კვერცხები, ისე რომ გული მთელი დარჩეს. ზემოდან ისევ ცოტა ძირა მოვაყაროთ და დავაფაროთ თავსახური. დაახლოებით 10-15 წუთში მზად იქნება. ნახეთ, როგორი გემრიელობა გამოგვივიდა. ზემოდან სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით ჩემო კარგებო. იმედია, ეს რეცეპტი გამოგადგებათ და თქვენს ოჯახს გაახარებთ ამ უგემრიელესი კერძით. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ლაიქი და გამოწერა. ყველაფერ კარგს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და მომავალ შეხვედრამდე.